ცალკე სპეციფიკა არის, მაგრამ მაგათი პრობლემა ცოტა სხვა არის. მაგათი პრობლემა არის კერძოდ ის, რომ გადახვეწილი არიან სიმდიდრისათვის, კარგი ცხოვრებისათვის, ფულის შოუმისათვის არიან წამოსული. ახლა 100-დან 100-ვე ესე არის. აი ცნობიერების ღირებულების, გამოცვლა ნიშნავს ღირებულების გადაასება. ეგეთი რამე არაკეთებს ვთქვათ პოლიტიკური პლაკატების მოხსნა და ახალი პლაკატების შემოსვლა. ცნობიერებას არც ესება. რაკურსების გადაადგილება ხდება. მაგალითად, გარბაჩოვმა პერესტროიკა რო დაიწყო, ათეისტური ტერმინი დაუხვედრა იმას, რაც მას უნდა მას შეიძლება გუნებაში კონდა ის რომ თლიანად საბჭოთა კავშირში ცნობიერება გამოიცვალოს და გამოიწვა ყოველთვის უკეთესობისკენ, ხო? ეს მისასალმებელია ეს ნაბიჯი, მაგრამ ახლა ტერმინოლოგია პერესტროიკა რა გამოიწვია? ხედავთ, აი ადამიანი ამას ვეცვის. აი პერესტროიკა პირდაპირ გაგებით მოხდა, ამან გამოიწვია მოიხსნა ის სტრუქტურული სუნდაიში ყვამბები, საქართველოში რა იდეა სისხლი პირველი მან დაიყვარა, მოკლედ სადარ მოხდა რაღაცა, ბოლოს ერთი დროს ეს პიგზე გავიდა ანარქიაში გავიდა და ბოლოს რომ მიხდენ რომ ქვეყანა ესე არ გამოვა, გუნდობა ალთაბანდობა მიმატა უკვე პუტინის შემოაწვეს ნელ-ნელა ისე მიდის უკვე დისციპლინა გამიგეთ. ამას აკეთებს ხომეთ. აი ეს ქართველები ცეხლა. ესენი გადმოვიდნენ. ცნობიერება კი არ გამოჩვენა. გეოგრაფიული პერესტროიკას მოხდა. გეოგრაფიული პერესტროიკა ნიშნავს იმას, გადაადგილდა ერთი ადგილიდან მეორეში. და აქედან გამოწვეული ანარქია, თავში და ქაოსი. ხედავთ, გეოგრაფიული პერესტროიკა გამოიწვია ცნობიერებაში ის, რაც საბჭოთა კავშირში გარბაჩოვის პერესტროიკა მადრიდზე გამოიწვია. აი რატომ არიან ისინი ცუდად? ისინი მათ უნდა ეს ღირებულებები ოდიდივე დაიტოვეს, ფულის შოვნა, ფულს შოვნა აქედან ბედნიერება და ეს ხალხი გადის წლები, თუმცა ვერ შეულებენ, ბედნიერებად ისინი არ არიან, უშუალოდ პრინც ამის საშუალად წავიდა ის მართლაც უწეში არის, მოწყვეტილია ყველაფერს. ესენი არ იტყუებიან, ნოსტალგია არის, მონატრება არის, სიყვარული არის, მაგრამ ეს ყველაფერი არის მატერიალისტური. ეს ღირებულებები რაც აქვს თავში აიძულებს მათ განაგე რომ ასეთ მდგომარეობაში რომ არიან გულწრფელები არიან. გადაცემა პროპაგანდისტული თორე მათი მდგომარეობა გულწრფელობა არის. უბედურები არიან. ამათ ვერაფერს ვერ გააკეთებენ. ჩვენ რომ ისინი დავსვათ ყველა ერთად აუცნობ მდგომარეობა რაში ესაკენ. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა, ხო? ახლა მან გუდელი მაგას არ გააკეთებს. გულის მოვალეობა რომელიც ახლა გამოაყოლეს თან და აი ჯობი ერთად არიან, პირიქით უფრო და უფრო გაუძლიერებს ნოსტალგიას. ესე იგი ასაკეთებს ისინი ერთად არიან, უფრო უძლიერდებათ ნოსტალგია. ხედავთ როგორი საზღვრულად არის საკანა როგორ მუშაობს. აი კითხული არ არის ეგა მთელი რო გამოაყოლეს და მთელი ამბავია და როგორ აქ შემოდიან. მარტო ხარ ესე იგი შეიძლება აი წავა მე ლაპარაკები რა ნელ-ნელა ისე და გაძლიერდება ეგა მუშაობა ამასე. ეკლესია ამასაკეთებს. მე ახლა მე შემიშვა მან და ეგრე კი მოქმედება შეიძლება მე დავიწყებ მოქმედებას მასე და მე ყავს გამართება. ლაპარაკი იმაზე არის ფლორა ცნობიერებაში ტოლობა მისწრაფება იმ ღირებულებებისკენ რომელიც საქართველოში არის. რა აიძულებს ადამიანს თუნდაც როგორ იყოს აი ღირებულებებს ატარებს ცნობიერებაში და იმ ღირებულებებს უფრო უმზადებს უცხოეთში ერთად რო შეიკრიბებიან მოგონებები, მაგრამ ბიჭო რა ისა და ერთმანეთს ესეთი კიპონოზი ხდება. უფრო და უფრო ესე იგი ამის ისმების ახალისება ერთად რო არის, ხო? და აქ უკვე მღვდელი, რომელიც წარმომადგენელია საქართველოს იდეოლოგიისა, ქართველობისა, ენისა, რელიგიისა. და აი ეს უფრო კიდე ამძაფრებს ამ ნოსტალგიას. მე ლაპარაკი მაგაზე არის. იმაზე კი არა, რომ ახირებაზე კი არა ლაპარაკი. სასიკვდილო სიტყვა. ეს ისეთი პროცესი არის სიკვდილი, ცოდვა, რომელიც სიკვდილს გადაგწევს და სიკვდილი არის არა გაქრობა, არამედ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩენა, სადაც ღმერთიდან არ იღებ არაფერს. არაფერში, ხო? ეს არის რაღაცა ისეთი ცოდვები, რომლებიც სიკვდილს იწვევს, სამუდამო სიკვდილს ღმერთს დაშორებას. საერთოდ პროექტი სასიკვდილო ცოდვა ის რომ აი რა ხდება ხოლმე მაგ. რატომ არიან იგენი მათ რა თქმა უნდა სასიკვდილო ცოდვაში არიან ისინი. აი შესაძლებლობას არ ეძებ და რაღაცა გადაპანწალებული ხარ და არის მე როდის გამიხმობს უფალი და ნებისმიერ დროს შეიძლება მოგდეს ადამიანს. ნებისმიერ დროს. ამერიკაში უბრალოდ თან როგორი პირობებში არიან, მან დააცა მედიცინების არის. ამალებს სამართლსაც არაფერი არ არის ნორმალურად, ხო? ესენი არიან აი დამონებული ხალხი, ძალიან ისეთი მუშაობენ როგორც ციგზე, ძალიან მიაკი მუშახებია. ისინი მუშაობს კვარტალში შეფარებულია ქარხნებში და
არალეგალურადაც ხო ზოგი ისწევ, მაგრამ მაინც ცოტა საწევი ხო იცდება. და პირობები არავის არ აქვს კერა, აი სახლი აჩად როგორც თქვენ. ერე ოჯახი რომ სამუშაოდან მიდიხარ ოჯახში და ან შენი სამყარო შექმნა და სამუშაო არის საშუალება და არა მიზანი. ხო? მიზანი უნდა იყოს სხვა რამე, არამე მიზანი არის ჭეშმარიტება, სიცოცხლის არსის წვდომა და ამ მიზანს რო გაარკვევ, ახლა სამსახურსაც აზრია. თუ მე მიზანი არ ამაქვს, სამუშაო ჩემსაც აზრი არ აქვს. როდესაც საბჭოთა კავშირში მიზანი იყო კომუნიზმი, ახლა ყველაფერი თავს იყრიდა და ამის ირგვლივ. თუნდაც იყო თუ არასწორი იყო თუ ამაზე არ ლაპარაკი. მაგრამ საბჭოთა კავშირში ჰქონდათ მიზანი. მიზანი იყო ასეთი კომუნიზმში საზოგადოების შეცვლა. და იყო კომუნიზმი უკლასის საზოგადოება, სადაც ყველა კარგად იქნებოდა. ხონდას ეს სახარებაში მოთასებულ სათასაშფელოს და საერთოდ სამოთხეს. გასო, სტუდენტები აგაგა. და აი ეს მიზანი რომ გაისახა ქვეყანამ, ძლიერმა ქვეყანამ 300 მილიონიანი და უზარმაზარი ტერიტორიით, უკვე საშუალებებით მოხმობილი იქნა. მუშაობას ამიტომ, რატო უხაროდა ადამიანს მუშაობა საბჭოთა კავშირში ის კომუნიზმს ემსახურებოდა. და შესაბამისი მედლებს რატო აძლევდნენ? ამან გამოიჩინა თავი და წვლილი შეიტანა კომუნიზმის ასაშენებლად. შესაძლოა რომელიც არავინ არ იცოდა ეს რა ქვეყანა იყო, მაგრამ იდეოლოგიურად ყველას ისე წარმოედგინა მასე პროპაგანდა მუშაობდა, რომ ეს არის საზოგადოება, სადაც ყველა კარგად იქნება, გადაჭრება ყველა პრობლემა, უბინაობის პრობლემა, ჯანმრთელობის და დაიწყეს. მაგრამ ვერ განხორციელდა. ხო იცით რატომ? მაგრამ თავისთავად თეორია ხომ კარგია, უტოპიური. არის თუ არა მსგავსი თეორია სადმე და რა ხდება? არის ბიბლიაში. და ესენი აშენებდა ღმერთის გარეშეებს. ადამიანი ახლა კომუნიზმის როგორც სათასაშფელოს ადამიანი ვერ შექმნის. ასაც წერია ბიბლიაში რომ სათასაშფელო და დედამიწა ადამიანის შექმნა. შექმნა ყველაფერი ღმერთმა ადამიანს. ადამიანს აქვს ეს ღმერთის მიერ პოცე. და თუ ღმერთთან არ იქნები, წაგერთმება ის კაცოცა. და სულ სხვა მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყველასე და დააბდეთ ეხლა ინდივიდზე რომ დავიყო. თქვენ მიზანი როცა ამერიკაში ხართ კონკრეტულად თქვენ აი ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი აკრულია და აქედან გამომდინარე ყველაფერი ამის სამსახურში არის. მიზნის სამსახურში დგას და ელემენტარული მუშაობაც კი. ურთიერთობაც კი, თქვენთან ურთიერთობა ემსახურება მიზანს. რომ ჩემი მიზანი სხვა იყოს და თქვენთან ლაპარაკი ამას არ ემსახურებოდეს, მე სისულელეს ვაკეთებ. როცა თქვენთან ლაპარაკობ, მიზანი მაქვს, გარკვეულია, რა არის მიზანი და ყველა მოქმედება, ყველაფერი, აი დილის ვარჯიშიც კი ამას ემსახურებოდა. დილას რომ გავდივარ, მე ვთქვათ მივდივარ სადღაც სავაჭროში, რაღაცას ვყიდულობ, ყველაფერი ჭარმა, ჩემი ჭარმა, სმა ამას ემსახურება. ჩაცმა ამას ემსახურება. საბჭოთა კავშირში ზუსტად ესე იყო. რატო თქვი იყო? ნახეთ კომუნისტებმაც ესე მომიჯნა აბილაკეთება. ეხლა როდესაც საქართველოში გადმოვიდა საქართველოდან ტიპი მიზანი რა არის? ხო ის მიზანი რა არის? ფული ისოვოს და გააგზავნოს საქართველოში. როგორ იქნება ეს ადამიანი კარგი? აი, ხო, თვითონ ეს აიქნება. ვისაც ფულს უგზავნოს. ის შეიძლება მაინც კარგად იყოს. ხო, არის ფული და რა დაჯდება და რაღაცა და თუმცა ისიც მაინც რაღაცა მაინც ვეღარ მეტი და მეტი უნდა. ხო, შეიძლება ადამიანები, რომლებიც დიდი ხანით აყავთ მიწოებული ცოლი, შვილი ისე დაიზარდა, ისე დაახოვდა, ისე გაიყოლა შვილი, არ უნდა ხდება მას ეს. იმის გამო რომ ვერ მიდის უკან არ აქვს პატრიკა. და არის ამ კონტინენტზე, დავიდა წლები, სიბერე, და ფულს კი უგზავნის, მაგრამ როგორ შეიძლება ხა ჩაითვალოს ბინეთის ცოლი? ვინც არის აი ხმარი არ უნდა ხერა მწლებია. ხო, ეს ხო ილუზია. ამის მიზანი რა იყო? ფულის სამსახურში, ფულის შოვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ იმდენი ფული ვერ შევა, რომ ყველა პრობლემა გადაჭრას. ხო, ეხლა ეს როგორ შეიძლება იდეალურად ასეთი ადამიანი ჩაითვალოს ბედნიერად. ხო, მიზანი ეს არის და მე ამას ამართავს ყველაფერს, ხო? როცა მიზანი არის ფულის შოვნა, უკვე გამართლებულია მოპარვაც. რა გზითი შევი, ეს არ არის უკვე დასახილველი. რომ მიზანი არის ფულის შოვნა. მიზანი არის კომფორტ, მიზანი არის კეთილობა, რაღაცა კომფორტაბლურად მომეწყო. უნდა ვიშოვო. რა გზითი შევი, ამას მნიშვნელობა არ აქვს და ადამიანები ადგებიან იმისას, რომ ყველა საშუალო ფულის შოვნა მოგიდნენ ხეს და სახელმწიფო სწორედ ასეთ ადამიანებს დასდევს და ეს არ შეიძლება. ესე არა.
სახელმწიფო თვითონ ითხოვს, რომ ცენტრალი ჩააყენებს იმ მდგომარეობაში, რომ ეფიციენციურად უნდა იშროფული. ეფიციენციად თუ შეშეულო, შემიზაც ვერ ახორციელო. იმდენს ვერ შეულობ, რომ ბედნიერებას შეყოთავ. აიღოთ წელი ივანიშვილი. ყვა 5 მილიარდის სიტყვაზე ახი ქონება. ბედნიერებას იმდენ. თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბედნიერება, ბედნიერი კაცი ასეთ მდგომარეობაში არ იქნება ახლა სიტუაციაში. აი, ის ბედნიერებას აკეთე ახლა ძალაუფლებ. ახლა მაგას და ესე იგი, მიზანი არ ყოფილა მაგისი მარტოში ფულის შომა. ამას მიზანი ახლა შეიცვალა მიზანი გზადაგზა, აი გვაყოლა ახლა მიზანი აქვს თქვა პრეზიდენტად გახოთ. ხო? სააკაშვილის მიზანი პრეზიდენტობად რა არის? საქართველოს აყალება. ესე უფრო მაღალ სტატუსში ავიდა სააკაშვილი, ესე იგი ეს არის ხსნელი სტატუსი, რომ სულთვად ადამიანი ააბედნიერებს. რომ მიზანი არ კონდეს სააკაშვილს და მიჯერეთ ფეხს ვერ გადადგამს ვერსად. სააკაშვილსაც მიზანი აქვს. მთლიანად საქართველოს ეგროვან ავდეს ცვლად იქნება. ამიტომ მისი მიზანი არის მე რომ არ ვიყო ამით ეს ქვეყანა განათლება. და რასაკეთებს სააკაშვილი? ყველაფერ ამ მიზნის განსახორციელების საშუალებას. ყველაფერს. აი მასშტაბურად განვიხილეთ ახლა დაუბრუნდეთ ისევ დაბალი მასზე დავიდეთ რიგით ადამიანზე, რომელიც გადმოპაწალებული არის და არის სულად აქ. წელი ღირებულებების ცნობიერება თუ არ შეიცვალა, ცნობიერება მთლიანად, ძირითადად კარდინალურად, აშენება საზრე არ აქვს. გარბაჩოვმა ეს ვერ გათვალა, იმიტომ რომ ათეისტი კაცი იყო, თვითონ თქვა მე ვარო ან ესეთი ამჯერი ძალიან რწმენი ათეისტი. უბიჯიონი ათეისტი, მან თქვა ბიჭე განაცხადა ეს. და როგორ შეიძლება ასე რწმენი ათეისტმა ღირებულებები გამოცვალოს? ვერაფერი ვერ გააკეთებ, თვითონ შეეწირა ამ სისულელებს. და ახლა ვიძახის, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა ესე უნდა აღვადგინოთ და აი მოკლედ ვერ ახედავთ წინააღმდეგობაში გაიხვლათ. რიგითი ადამიანსაც ეს უდეურება აქვს. რიგითი ადამიანი საქართველოში ესე იგი უმიზნოდ დარჩა. კომუნიზმი აღარ არის. კომუნიზმის შენებლობა ხალხმა ხელი აიღო. დაიშალა საზოგადოება. ეხლა ერთადერთი მიზანი არის კომუნიზმის ადგილზე არის საქართველო. და აყვავებული საქართველო. კომუნიზმის შეცვალა ტერმინი საქართველო და საქართველოს გაფრთხილება. და ყველა ამ სამსახურში უნდა ჩადგეს. სადაც უნდა იყოს ემიგრაციაში, სადაც უნდა იყოს. აი შემოუგდეს ემიგრანტ ქართველებს და აი აგზილები მეცნიერებს, ხო? მდელი ამას აკეთებს ალბათ. თორე არაფერი არ გიგია მას პენტის არის. უკან წავიდეს ყველა. აი ეს არ აწყობს. მოდი თქვათ ახლა უკან წასვლა თუ აწყობს ან მდელის მათ ხალხისა, ან სააკაშვილს. სააკაშვილს მართლა აწყობს, რომ ხალხი უკან წავიდეს, აი ხალხი. ლაპარაკი მაგაზე დაერთებს. ესენი გამოუშვეს სამსახურში. აი რამდენი წინააღმდეგობაა. ესე რომ დავაბრუნოთ უყურებდა ეს ხალხი, მღვდელი ფუნქციას დააკარგავს. აი აქ მღვდლის ფუნქცია აქვს. მიზანით უკვე უნდა შევცვალოთ. მიზანი კი საქართველოს გაფრთხილება. საქართველოს გაფრთხილებისათვის არის ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამისთვის საჭირო არის იდეოლოგიური მუშაობა. მღვდელი რასაკეთებს იდეოლოგიურად მუშაობს ამაზე. მღვდლის მოვალეობა არ არის ის, რომ მორწმუნეს დაჩვენოს, რომ ეს ქვეყანა პროებითი არის და ამაზე ნუ მიტყავს თავს. კი ნოსტალგიაც არის, მაგრამ არა საქართველოსი, არამედ სასაფლაოა. ამას უჯრედობა მართლმადიდებლური სამართლობა არ აქვს. ხო ის თქმა. აპრანდებული სამართლობის ამოცანა არის განიცდილოს წული სამშობლოსი. რომელსაც აი საქართველო ქვია და იცით როგორი საქართველო? არა მატერიალური საქართველო, არა ხილული საქართველო, რომელიც არის ახლა და ადგილზე, არამედ კომუნიზმის ადგილზე მოთავსებული საქართველო. რასაც ხედავთ აი საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ეს არ მიდის ისე კარგად. და ხელი შეშლელია ვინ? აი სააკაშვილი. სააკაშვილი გვიშლის ახლა ხელს და თუ შევცვლით სააკაშვილს ჩვენ საერთოდ სხვა პიროვნებით იქნებ კიდე დავადგეთ გზასთან მიზნის შესასრულებლად, რომელსაც ქვია გაფრთხილებული საქართველო. ხوارტერმი საქართველო გაფრთხილება. და ყველა ამის სამსახურში უნდა ისდეს. აი პროპაგანდა, ტელევიზია, იმედის გმირები. ასეთები იმედის გმირები ემსახურებიან საქართველოს გაფრთხილებას. ყველა ქართველმა გაწმენდ საქართველოში სული მოითხოვს. ხوار მოპარული ეს დიბლიდა და დამახინჯება. ხო ჩანაცვლეს კომუნიზმი ამ და შეიცვალა. ისეთ რატო შეიცვალა? ცნობიერებას ცვლის ხმეთ. თუ ერთი არის მიიღე, ცნობიერება შეიცვალა. და უკვე მუშაობაც მიდის, გადაადგილდება ყველაფერი ეს. ამ ხალხის დაგებიათ ეს კომუნიზმი კაცვალეს
სულ სხვა კომუნიზმზე, ნაციონალურ კომუნიზმზე. კომუნა სიტყვა მოიხსენებათ ეს არის ერთობა, იზმი კიდე ისეთი რამ, რომელიც ეს ერთობა ვრცელდება ყველაფერს. იზმი რო ემატება ეგ არის, რომ მარქსიზმი, კომუნიზმი, ყოვლის მომცველი. ერთობა ყოვლის მომცველი, ესე ვთარგმნოთ გასაგებ ენაზე. ხედავთ, სიტყვა კომუნიზმი შეიცვალა, ამიტომ ესეთი აი საქართველოსი შეცვალეს გაფრთხილებული საქართველოსი და მელამ ამაში მონაწილეობა მიიღოს და ვინც აქ მონაწილეობას არ მიიღებს, ის მტრაცხადდება. ტრაცხადდება ის ემიგრანტები, რომლებიც წავიდნენ და უკან აღარ ხედებიან. შენ ხელს მიშლებ. ქართველი ხარ და იმიტომ არ დაგანებებ თავს, იმიტომ რომ ხელი შემშლელია იცით რა არის? ერთ-ერთი ქართველიც გამორჩა ჩვენ თუ ის არ დავაბრუნებ, ჩვენ ვერ გავწევდით. გავწევდით საქართველოში ვერსიულად იმის გამო, რომ მიგატოვეს ვიღაცებმა. და ყველანაირად ვიმუშაოთ ეს ხალხი რაღაცნაირად ან მოუწყვეტოთ ან ჯვარს გადავცათ ან რაღაცას რომ ბოლოს და ბოლოს თუ ქართველებმა დაიხოცონ, უფრო გვირჩენია ვიდრე ცოცხლები არიან და მიგატოვეს. და გაცილებით ესეთი ადამიანები გაუხარდებათ დახოცონ და დახოცილები წინიდან მიწაზე ჩაიყვანონ როგორც არის საქართველოს. ასეთი მდგომარეობა არის დღესე საქართველოს რუსავიშილად და შეგვიძლია სხვა მასშტაბებშიც გადავწყვეტ ამას და რამე ვერ გამოცვილა ძირეული. თუ შეიძლება იმედა გამიგნებს ხო. მეტი მჯერა რომ მათ ყველა ცუდად არის და ბუნებრივია ცუდადაც უნდა იყოს. aber როგორ შეიძლება მართლმე დიბლობაში იჯდება ამერიკაში და ბედნიერი. როგორ შეიძლება? ხაი ხუთქოლია. მართლმე დიბლობა იჯდეს ქართული ამერიკაში და ის არის ბედნიერი. მაგრამ ერთი წუთით არ დაიჯერებს. ეგ უკვე წინააღმდეგობა. იმიტომ რომ თავად მე ვარ ბედნიერების მაძებარი კაცი. და არც კაცი რომელიც უბედურებას მიიღებს და მითხარით რომელი მიიღებს უბედურებას. რომელიც შეგნებული ადამიანი ის ყვაპოლია მიიღებს უბედურებას და ისერნიანი და ბედნიერი უბედურება. საღი გონება თუ აქ ადამიანს არის მოყოლეს გარჩევა იმისა რა არის კაი, არის ცუდი, მეც რა თქმა უნდა მომენტალურად ვარ მაძებარი ბედნიერებისა. იმიტომ რომ შეგვიძლია მაგ ხალხს გამოდინება მეცნიერება. მაგრამ მე იქ ვერ გავბედნიერდი. იმიტომ ვიყავი მაგდენ. სადაც ვიყავი. როგორც ვიყავი ინტეგრებულები. აი იქ რო შემეცნიერე, ცუდად ვიყავი, იმიტომ მოხდა გამოცვლა.იან ვიქნებ გამოცვლაზე. გეოგრაფიული პერესტროიკას ეზიარებდა. გეოგრაფიული პერესტროიკით მაგით რამე შეიძლება. ეგ გამძაფრებულია განჯები, მოწყვეტილი არიან ცოლს, შვილს, მეგობრებს და აი აქ იკლავენ სუფრაზე ან ნოსტალგიას. და თუ ვისაც ვერ ეკრება რაღაცა ისე მწვავება არათია თუ მოქალაქე, წელიწადში ჩვენ ჩააყუნდება იქა და ზედმეტად ხარია შენი დაავადებული ცნობიერების დასაკმაყოფილებლად მე მგონი სწორია. ესეთი გზით რომ მუშაობ ეს წვალება არის. არაწესიერი გზით უწვალებლად არიდან ფული ნაშოვნი. ესენი წვალობენ ხო? და ესეც დაავადებულია. ამასაც ხო გონება არ გამოუცვლია. ამრაც ღირებულებები კი არ გაცვალა. დაიტოვა ეს ღირებულება, რომელსაც კი აი მატერიალისტური ათეისტური ღირებულებები და მატერიალური საქართველო, რომელიც არის უმედურ დღეში არის დღეს და იმედი აქვს გაფრთხილება და გაფრთხილების თავკაცად შიულაშვილი არის ადრე კომუნიზმის ასაშენება თეოლოგია არ გამოდგებოდა. თეოლოგია არ გამოდგებოდა იმიტომ რომ ათეისტური ქვეყანა იყო ხადაგებენ ათეიზმს და ვინ იყო თავკაცები? პარტია. პარტია იყო კომუნიზმის რაღაცა ისეთი მეგზური კომუნიზმის შესასვლელად და მთელი ხალხი მასთან ერთად რა თქმა უნდა და ეკლესიაც კი მიუყვებოდა კომუნიზმისაკენ. და არსად არ გამოსულა შიულაშვილი და არ უთქვია რომ ეს კომუნიზმი, ეს ათეიზმია და დაუგდები. ეგ არ უთქვია მას. არასდროს. ამიტომ ისახი კომუნისტურ საზოგადოებაში ეკლესიაც კომუნიზმს უშენებდა, ეხმარებოდა და მისდევდა ამას როგორ თუ ვინმე გადაუხვევდა გზას დისიდენტი, დაკლადი იყო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ეკლესიაში თუ ვინმე ქრისტეს იქანებდნენ და დაიჭერდნენ. ეხლა შეიცვალა კანტორა, პარტიის ადგილზე არის გაწმენდილი საქართველოს ლიდერი შიულაშვილი, მართლმადიდებლური ეკლესია და უკვე თავრობა კი მაგას ამის სამსახურშია. წელი მიზანს დღეს სააკაშვილი ვერ ახორციელებს. მიზნის განხორციელებელი დღეს, აი მიზნისა ვთქვათ კომუნიზმის ჩანაცვლება მოხდა. მიზნისა ეს არის გაფრთხილებული საქართველო, ამის თავკაცად უკვე გვევლენება შიულაშვილი და პეტილინებოს და ყველა მას დაექვემდებაროს. თავრობაც კი ალდებულია ქედი მოიხალოს მის წინაშე. ხომარისას საქართველოში ასია. შედა როგორ გაიცვალა. ამიტომ არის უკვე პირველ ადგილზე ეკლესია გამოვიდა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა თავრობა. თუ
თუნდაც დემოკრატიული. ამათ შორის კონფლიქტი არ უნდა იყოს. როგორც არ იყო კონფლიქტი პარტიის კომუნიზმის შენების დროს ეკლესიასა და პარტიას შორის. იყო ომი? არ იყო. ხომ არ იყო კონფლიქტი. იყო ნანი-ნანატრი ხანი. ხო? დიდი უმრავლესობა პარტიაში შედიოდა და ბუნებრივია, სადაც კომუნიზმი შენდება, იქით უნდა შევიდეს ყველა. ეხლა რა ხდება? დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი გახდა, იმიტომ რომ გაგწნებულ საქართველოს ვინაშენებს? შიოლაშვილი. თუ აქ ხელს შეუშლის მთავრობა, რას გააკეთებს შიოლაშვილთან ისე? კონფლიქტი გაძლიერდებოდა, იცოდე, ყველას გვინდა გაგწნებულ საქართველოში შესვლა. ვინ არის თავკაცი გაგწნებული საქართველოში? ვინ იბრძვის წინ? შიოლაშვილი. და აქ ეხლა ვინმე გამოხდეს და ქრისტე თქვას და ღმერთი ცოცხალი, თავს გავაძრო. და სექტანტებად გამოაცხადებთ ყველა იმას, ვინც გვიშლის ხელს გაგწნებულ საქართველოში შესვლას. იმიტომ რომ ქრისტე გაგწნებული საქართველოსთვის არ არის. ქრისტე არის სოფლიო ერებისთვის. პლანეტის მოსახლეობისთვის. შიოლაშვილი კი მარტო საქართველო. ასე რომ კათოლიციზმს ადგილი ქარექნება პროტესტანტებს. კათოლიკი გახდები ვერ შევა გაგწნებულ საქართველოში კათოლიციზმით ვერ შევა. გაგწნებულ საქართველოში პროტესტანტიზმით ვერ შევა. ვერანაირი დენომინაციით ვერ შევა. გაგწნებულ საქართველოში ვერც ქრისტიანობით, ევანგელისტური ქრისტიანობითაც ვერ შევა გაგწნებულ საქართველოში. აი რატომ არის გამძაფრებული ბრძოლა იმ პიროვნების მიმართ და პიროვნების მიმართ, ვინც სხვანაირად დაიწყებს ამის მოწმობას. როგორც ანატოლი გასაგებია პარალელები რო გითხარით, როგორ მოხდა ჩანაცვლება კომუნისტური იდეალებისა, კომუნიზმის მიზანი კომუნიზმის შენებისა გაფრთხილებული საქართველოში. და დანარჩენს თქვენს დაალაგებთ. რატომ არის ესე მასიურად ხალხი გამართმადიდებული? რატომ არის ეს 20 წლის უკან, 20 წლის უკანველი საქართველოს გახსოვ, 20-30 წლის უკანველი არ იყო მასიურად მიყვნენ მართლმადიდებლები. რატომ არის ვიცი? კომუნიზმს მაშინ მართლმადიდებლობა არ აშენებდა, გამწყრებულ საქართველოს არ აშენებდა. ვინც კომუნიზმს აშენებდა, იქ იყო ყველა გაწევრიანებული. მეცნიერება, ლიტერატურა, სწავლებასაც აზრი ჰქონდა. მართალია ნიჰილიზმი შევიდა მერე. და ნიჰილიზმი შევიდა ჩანაცვლებაც მოხდა. ხო დაინგრა. დაანგრევა როდის მოხდა? თუმცა საზოგადოება დაეჭვდა კომუნიზმის ვერ მივახცევთ კომუნიზმს, ვერ ავაშენებთ. ამას მიხდნენ უკვე მოსკოვში. ვინც იყო თავკაცები. გადაეცეს SSR-ს. და ყველამ დაიწყო სხვა. რუსეთი აშენებს გამწყრებულ რუსეთს. ახალი შემცვლელია უკვე სხვა ერები, მათ ჩეჩნები, მათ ქართველები, მათ ყველა ისინი. და ომსა გამოუცხადებთ. ასევე ქართველი აშენებს გამწყრებულ საქართველოს. მართლმადიდებლობა ეგრეა. და იმ გამწყრებულ საქართველოში ახლა სხვა ერი მე ამიტომ საქართველოს ქართველებისთვის ქართული ოცნება რა არის? გაფრთხილდება საქართველოს ქართველებისთვის. ადგილი არ არის მათ ქართველი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის, სომხებისთვის, ქურთებისთვის, რაც ის შემდეგ. წარმოიდგინეთ რა ალერგია უნდა ჰქონდეს სხვა ერის მაცხოვრებელს საქართველოში ტელევიზორში შიოლაშვილს რო დაინახავს. არადა ქრისტიანობა მით არის კარგი რომ ყველას უყვარს ქრისტეს სანგსაც და ამიტომ კურსაც ციგანსაც ვინცნიერობს. სავალდებულოა ქრისტე ასწავლის ყველას რომ მე მიყვარხარ შენ. შენთვისაც მაქვს ადგილი ეუბნება ციგანსაც, კურსაც, სომეხსაც და ყველა ერის წარმომადგენლებს. შიოლაშვილი არ ეუბნება ციგანს რომ შენ მიყვარხარ. არ ეუბნება სომეხს, ადგილობრივ სომეხს მე შენ მიყვარხარ. არც ოსეუნება რომ მე შენ მიყვარხარ, არც აფხაზს ეუბნება მაგისთვის არის გამწყრებულ საქართველოში ადგილი არის ქართველებისთვის. ამიტომ რასაკეთებს ცოტა უფრო დახვეწილი სომეხი გვარი გადაიკეთა ქართულში მოჭდა. რასაკეთებს დახვეწილი ოსი იმანაც გვარი გადაიკეთა ქართულში მოჭდა, მართლმადიდებელი გახდა. საბოლოო ჯამში გამწყრებულ საქართველოში ვინ აღმოჩნდება? სომხები, ოსები და სხვა ხალხი. ეს ქართველები სად არიან? მაინტერესოა. ხედავთ როგორი მიმართულებით კიდის ყველაფერი. შეიძლება გაიგინოს ეს თეორიაო. გაუგებარით უდენო კაცი აზროვნებს და შეუძლია დაალავს. ხო, როდესაც ბავშვს დაუდო ცერმონალისი მათემატიკური იმებს ის ვერაფერს ვერ გაიგებს. მაგრამ 2 წლის ბავშვს მოუთხე 1 და 1 ეთქოს 2-ია. შეიძლება ამისწავლა. ახლა ზუსტად ამას ლაპარაკობთ 1 და 1, რო 2-ია. არ ლაპარაკობთ ისეთ სირთულეებს, ისეთი ლოგიკური სირთულეებია, რომ არ არის ფანტაზია. ადამიანს არ უნდა ახირებულს უკვე აღიაროს, რომ ეს სწორია. ისია ჩაჭედილი უკვე მოწამლული, როგორც
მარქსისტებს, კომუნისტებს, კომუნიზმის შენებაზე რამე გეთქვა, თავს გაფაცებდა. არაბეს ვიგინდარები. ეს ვიგინდარები არ არიან, რომ პროტესტებს გამოაცხადეს მე. აი კომუნიზმის კათედრის განგეები, რომელიც სიკასაძლებდნენ სტუდენტებს. მე თვითონ ვიყავი სახელმწიფო გამოცხადზე წარმოდგენილი და ის ნახმელაძის პროფესორი ხალი რომ მისცემს კომუნიზმს twinი წაიღო. იმას მე რა დამავიწყებს. ჩემ კითხვებზე რომ პასუხობს და ცინიკურად ისიც როგორ აღგვარდა ხლა. შენ არ გიჭირ რა კომუნიზმის სამითხრა ესე. შენ არ გიჭირ რა კომუნიზმის სამითხრა. ასცენ და კომუნიზმი. ეფექტიანები მე თვითონ გავიარეს. აი პირადად შეხვედრა პროფესორი ამ დარგში. არ მოგწონთ პროფესორი აი მარქსისტებს აყავდათ თავიანთი პროფესორ თეოლოგი, კომუნიზმის თეოლოგი საჭიროა. კომუნიზმის თეოლოგია არის, ხო, მაგრამ კომუნიზმში თეო მატერია არის. ღმერთი ესე. ტერმინები გადაწყდა. შეიძლება ყველა. იხულა ხალხმა და გამოვაცალეთ რა ის კომუნიზმის შენების ეს იდეა და აღამტყუდა ახალი დაიწერა მასიურად ხალხი ეკლესიაში და ყველაზე ვიგინდარამაც 1 მეტრიანი საფრთხე დაიჭირა ხელში. ყველაზე აი ეს არის გულის სამყარო. მაგიდან ისევ არაფერი არ გამოვა, როგორც კომუნიზმის შენები არაფერი. აი ესეთი მუზეუმები დაწყდნენ საქართველოში ვერცეთი საქართველოში. იმიტომ რომ ძირშივეს ალდიას. მაგ ტერმინები შეიცვალა, ფორმა გამოიცვალა და არ მიუღია ის მიწვლის ღირებულებებს უცნობიერებს. მაგის ხსენებას და ჭეჭენებას არის. 25 დეკემბრის დარზენილი აღნიშნა შიულაშვილის დაბადების დღეს. ხომ კათედრას წამოსყიდების 34 წელი რომ ათეიზმს გადაგეცნო კათედრიდან. 34 წელი. აღსაყდრება, რევიზია ახსნა კომუნიზმის შენებლობისთვის, რომ ადამიანის 77 წელს. არასოდეს არ უთქვია რომ კომუნიზმი, ათეიზმი ეს ოროტება. მას ეკარგებია. არასოდეს არ დამოუკიდელებია ხალხი, არ მომზადებია დღევანდელი მდგომარეობისათვის, იმიტომ რომ ეგეც თანამშრომელი იყო სატანისა, რომელიც ხალხს ატყუებდა რომ შევიდოდნენ კომუნისტთა ყველა გაბედნიერებაზე. ეს ამან იმძლავრა, მაგრამ მომწყუნა ჯანმრთელობა. დააჩუდული კაცი დგას, რომელიც 20 წუთიც ვერ ლაპარაკობს, ეს ბეყე ხალხი უყურებს ამას. ბრეჟნევი შეცვალეს სუსტა ბრეჟნევი. ბრეჟნევი კომუნისტ დაშენებდა ეგეც, ხო? ლასო. ეხლა ეს გაწნეული საქართველოში მოუძლის ხალხს. როგორც ბრეჟნევმა ვერ შეიყვანა ხალხი, ისევე შეიყვანს შვილიშვილი ვერ არის გაწნეულ საქართველოში. საქართველო ვერ გაწნდება. ამ ურთიერთობებით ამ აი ესეთი ღირებულებით საქართველო ხარწყდება კი არა, დაბნელდება და დღეს დაბნელებული საქართველოს ვადებას საყურს ვერ გააკეთებს. დაბნელებული საქართველოდან ხალხი გარბის და თანმოყრაპურისთვის გადაიხვეწ რომ სხვადასხვა კონტინენტებზე იქიდან მიზერული ფული აგზავნა. თავიანთ შვილებს მანქანები უწევდა. აი ასეთი მდგომარეობა საქართველოს გაწნდება. და აი ასეთი მდგომარეობაში და რა თქმა უნდა სასიკვდილო ცოდვა არის ეს რომელიც შეშინარდება ზუსტად მარცეულება. აი მოქმედებას რომელსაც ადგილი აქვს ესე იგი ჩვენს მოქმედებაში რომელიც მოკალავს ამიგე ურთიერთობას ხმერთან სასიკვდილო ცოდვად იწლება. იქ მართალია 7 არის კათოლიკებთან და ჩამოტიბილეს აქვს ეს ჩამონათვალში სასიკვდილო ცოდვები. მე აკრიფეს ეგენი და სისტემაში მოიყვანა სკოლის ეკლესიის ისტორიაში ცნობილი არის და ზოგან 7-ია, ზოგან 5-ია და შეიძლება კლასიფიცირებული მოცემული არის გალატელებში, მაგრამ უკვე ასეთი სახელი იყო ეს ორგანიზაციის დამსახურება თორიქ ჩამოთვლილი არის 11 არის ჩამოთვლილი. ჩამოთვლილია ინვერსივა საფოსასწრებში და სამოხეში 11 ასეთი ის არა მარტო აი შუბიანი ხალხი არა მარტო ის არა მარტო არამედ აი ვთქვათ დოლტიც სასწრაფო ცოდვა თვითონ მოთხოვნა მოცაობა ისინი ყველაფერი სასწრაფო ცოდვა ისეთი ქმედება რომელიც მეც გაშორებს შენ ამ ქმედების თანახმად ხმესთან ურთიერთობა აღარ აქვს რა გადადიხარ და კუდები ნიშნავს იმას რომ ხმეთ შენთან აღარ იქნება შენ კი არსებობ მაგრამ ხმეთი აღარ იქნება ეს არის სასწრაფო ცოდვა აღმოჩნდება ისეთი ყოფიერებაში სადაც მიტოვებული იქნება ღმერთის მიერ და არა მარტო შენ იქნება ის ადგილი სადაც შენ იქნება ჯოჯოხეთი მაგას ქვია ჯოჯოხეთი არის ქვეყანა სადაც ღმერთი აღარ არის და ამის გაცნობიერებაც კი სისასტის მომცველი არის
ამაზე არაფერს არ ეძახის. ეხლა კომუნიზმსაც საქართველოს დადგეს. ახლა მიზანი კიდე ყველგზით აბა ემიგრანტი ხარ საქართველოს უნდა გმირი უნდა იყო. ასაკეთებმა და ბახი გენატრება. რომც გენატრება ეგეთ საქმე არის. აკვდით როგორი საქმე არის ახლა გადაყოლილი ამერიკის ფილმი გადაიას. გენატრება საქართველოს ჩვენიანი ხარ. ესე იგი გაფრთხილებული საქართველოს შეწყვეტილია. გენატრება რა საკეთებ? აჯანყებს აწყობ, ესე იგი საქმეს აკეთებ. ლავაშკურებს აწყობ, ყურაჯამ ამერიკულ საქმეს. ლავაშკურს ვეჭამდა მანდაკა, ეგეთ საქმეა. შეიძლება გაცნობულ საქართველოში. შემოყვა ჩვენთან. უდენთან დადიხარი. აბა. ემოგარდებ ეს ისეთი ეს საკითხები არის. რომელიც კარგად უნდა დავამუშავოთ. კარგად უნდა შევისწავლოთ.